გამარჯობა მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. მადლობა რომ მიყურებთ პირველ რიგში. იმედია აღიქმება ამ კადრში გამოსახულება, ესეთ ბნელი კადრია, მაგრამ ჩანს პატარ-პატარა ნათებები. ვინც არ იცით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რაც კადრში ჩანს, გეტყვით, რომ ეს არის მორიგი ომის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში. კერძოდ კიევში. კიევში არის ეს კადრები გადაღებული გასულ ღამეს. მძიმე ღამე იყო, ამ კადრში ნაჩვენები არის კასეტური იარაღის გამოყენება, ანუ ბალისტიკური რაკეტების გაშვება მოხდა, ალბათ, მინიმუმ headline-ების დონეზე იცით ბევრმა თქვენგანმა გასული ღამის შესახებ, რაც ხდებოდა კიევში. ეს არის ერთ-ერთი ესეთი ფაქტი, როდესაც ამ ბალისტიკური რაკეტის საბრძოლო მუხტი შედგებოდა ამ კასეტური კობინისგან, რომელიც მე განცალკევდება ბოლო ფაზაში, როდესაც ხდება დაშვება, დარტყმა და იფანტება, ასე ვთქვათ, ტერიტორიაზე, ესეთი მარტივად რომ ავხსნათ, ეს ცალ-ცალკე გამოყოფილი კომპონენტები აალდება, იწვევს განადგურებას, იწვევს ხანძარს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, განსაკუთრებით სახიფათო არის ადამიანებისთვის. ამიტომაც არის სწორედ რომ ამ იარაღის გამოყენება არის საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული, თუმცა ვინღა უყურებს საერთაშორისო კონვენციებს, რუსეთის ფედერაციას უკვე არაერთი ასეთი აქვს ჩადენილი სხვა ტიპის ომის დანაშაულებზე ახლა აღარ ვლაპარაკობთ, რაც პირდაპირ ადამიანების ცოცხლად წამებას და ახვრეტას ასე შემდეგ ეხება. ეს არის უშუალოდ ეს მიმართულება, კასეტური იარაღის გამოყენება, რაც კიდევ ერთხელ ვნახეთ მოკლედ კიევის ტერიტორიაზე, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი ათობით ბალისტიკური რაკეტის გაშვება მოხდა და ყველაფერში ყველაზე მძიმე მოცემულობა ის არის, რომ უკრაინას არ აქვს ამის საპასუხოდ დღესდღეობით არაფერი. აქვს უკრაინას პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები, თუმცა აღარ აქვს რაკეტები, დიდი ხანია უკვე ეს რაკეტები დეფიციტშია. ცუდი ამბავი ასევე ის არის, რომ ტრამპი დაპირდა, იყო ამის შესახებ გარკვეული ცნობები, როდესაც ბოლო შეხვედრა გაიმართა თეთრ სახლში ზელენსკისა და ამერიკის პრეზიდენტს შორის, რომ იქ რაღაც დაახლოებით 300-მდე რაკეტის გადაცემის შესახებ თითქოს იყო შეთანხმება მიღწეული, თუმცა გუშინ გავიგეთ ეგეთი ამბავი, რომ ტრამპმა უარი თქვა ამ ყველაფერზე. საფუძვლად კი დაასახელა ის, რომ არ არის საკმარისი არსენალი ამ ხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის ინტერესებიდან გამომდინარე ჭირდება პატრიოტის რაკეტები, ეს იყო ყოველ შემთხვევაში დასახელებული. ერთ სიტყვით, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუცრუა უკრაინელებს იმედები და იმ ხალხსაც გაგვიცრუა, ვისაც ჰქონდა მოლოდინი, რომ რაღაც შემოbrunების სპირალის აი ამ ფაზაში ვიყავით, როდესაც უკრაინის მხარეს რაც გარკვეულ პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებდა. მთავარია საბოლოო ჯამში ტრამპმა ლიცენზიის გადაცემაზე არ თქვას უარი, ეგ მაფიქრებს ახლა ყველაზე მეტად. ერთ სიტყვით, უკრაინა ბალისტიკური რაკეტებისგან ამ ეტაპზე ფაქტია, რომ დაუცველი არის, ისინი ვერ ახერხებენ მათგან ნეიტრალებას და ეს სერიოზული საფრთხეა. ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა რუსეთისთვის, ვიდრე თავად შექმნიან უკრაინელები საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომელიც იმუშავებს ბალისტიკური რაკეტების გადასაჭერად. აი ამ დროს მაქსიმალურად იყენებს ახლა პუტინის რეჟიმი და ცდილობს, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენოს უკრაინის მოსახლეობას და ამ შემთხვევაში აქცენტი ცხადია კეთდება კიევზე. ხო, დღევანდელ ვიდეოში აი ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც მექნება საუბარი გარდა იმისა, რაც უშუალოდ ეხება ამ მომხდარი ამბების მიმოხილვას და კადრების ჩვენებას. პასუხზეც მექნება, რა თქმა უნდა, საუბარი, ეს არ იყო რაღაც ცალმხრივი პროცესი გუშინ. უკრაინამაც თავის მხრივ უპასუხა, 400-ზე მეტი დრონი იყო გაშვებული და არაერთი ძლიერი აფეთქება ვნახეთ რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმეში. Wildberry უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, კიდევ ერთი საწყობი აალდა, ამის კადრებსაც გაჩვენებთ მოგიყვებით და ასევე იყო დარტყმები ნავთობ ინფრასტრუქტურაზე. საშუალო დისტანციაზეც იყო ჩატარებული გარკვეული ოპერაციები, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში. ერთ სიტყვით, საჩვენებელი მოსაყოლი ბევრი არის, ვეცდები რომ მაქსიმალურად სწრაფად გავიარო ყველა მნიშვნელოვანი ამბავი და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე უყურებთ ამ ვიდეოს. კიდევ შესავალში დავამატებ იმას, რომ გარდა იმისა მოცემულობა რაც ავხსენი, რომ პრობლემა აქვს უკრაინას აი ამ ბალისტიკური რაკეტების საფრთხის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკური გზავნილები ჰქონდა დღეს ზელენსკის, რომელიც აი ამ საფრთხის განეიტრალებას ეხება. ასე რომ მივალთ მანამდე ცოტა ხანში, მანამდე ჩვენ ვნახოთ აქ
კიდევ ერთი კადრი გავადიდებ ამ კადრს, ეს არის უშუალოდ დარტყმის მომენტები კიევის ტერიტორიაზე. ნახეთ, რამდენი აფეთქება არის ერთდროულად აქ. ძალიან მძიმეს ღამე ჰქონდათ უკრაინელებს, განსაკუთრებით კიევში. აქ მხოლოდ ბალისტიკაზე არ არის ლაპარაკი, დრონებიც იქნა გამოყენებული, სადაც არის გარკვეული ტექნოლოგიური განვითარება. რუსებმა შექმნეს ეგრეთ წოდებული jet engine, ანუ ეს არის რეაქტიული ძრავები, დაახლოებით ისეთივე პრინციპია, როგორც ავიაგამანადგურებლების ძრავების შემთხვევაშია. ამბავი კი ის არის, რომ სწრაფია ასეთი დრონები და უფრო ძნელი არის მათი გადაჭერა და ცოტა ხანში გაჩვენებთ რუკასაც, სადაც ჩანს ინფოგრაფიკა არის, სადაც ჩანს სწორედ აი ამ ახალი ძრავებით აღჭურვილი დრონების მოქმედების ტრაექტორიები უკრაინის ტერიტორიაზე. ზარალი დიდია, არ ვიცი ალბათ დაითვლიან უახლოეს დღეებში, მაგრამ ცხადია, რომ მილიონობით დოლარის ღირებულების ზარალი არის გუშინდელი დარტყმების შედეგად, რაც შეეხება ობიექტებს, აქაც არის გარკვეული მრავალფეროვნება. არის კომერციული ობიექტებიც, რომელიც დაიბომბა გუშინ, საწყობები, არაერთი კომპანიის, მათ შორის საერთაშორისო ბრენდების, იქ იყო, გაგიკვირდებათ და პუმა მაგალითად, პუმას საწყობიც დაიბომბა. Liqui Moly, საავტომობილო ზეთების მწარმოებელი კომპანია მოგიხსენებათ, ეგეთი ერთ-ერთი რაც განადგურდა ასევე მათი საწყობი არის და არაერთი ესეთი ბიზნესი დაზარალდა. დიდი ალბათობით არის სამხედრო ობიექტებიც დაბომბილი, თუმცა უკრაინული მხარე თავს იკავებს როგორც წესი მსგავსი ინფორმაციის გაჟღერებისგან, მაგრამ თავად რუსულ წყაროებში იუწყებიან, რომ მათი სამიზნე იყო ესეთი ობიექტები, რომლებიც ჩართული არის არმიის მომარაგებაში, უკრაინელების მომარაგებაში და იქ დრონების საწყობებზე და რაღაც განთავსების ადგილებზე ჰქონდათ მათ აქცენტი გაკეთებული. თუმცა ეს ზუსტად ამის თქმა, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, მაგრამ არის ასეთი ალბათობა, რომ განადგურებულ სამიზნეებს შორის შესაძლოა იყო სამხედრო დანიშნულების ობიექტებიც. იმედია, რომ ახლო მომავალში გვექნება უფრო მეტი დეტალი, მთავარი კი ის არის, რომ ეს დარტყმები არ აისახოს საბრძოლო მოქმედებებზე უკრაინის მხარეს, მათ რესურსებზე, მათ ინტენსივობაზე დარტყმების ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში არც მანამდე აკლებდნენ, მაგრამ მაინც უფრო მეტად გააქტიურდა ეს ბალისტიკის გამოყენება. დინამიკა, მაგალითად დრონების შორი მოქმედების დრონების გაშვების დინამიკა შემცირდაო, რო ვთქვათ, არ შემცირებულა. პირიქით, თუ ადრე იყო ხოლმე 200-300 დრონი საშუალოდ, ეხლა 400-იც და 400-ზე მეტიც ჩვეულებრივ ამბად იქცა ბოლო დღეების განმავლობაში და თითქმის დღე არ ჩავარდნილა ისე რომ არ ყოფილიყო გაშვება უკრაინელების აი ამ შორი დისტანციის მოქმედების დრონებიც, რაც არის მთავარი თავის ტკივილი პუტინისთვის, რაც ურტყამს მათ ეკონომიკას, მათ ენერგეტიკის სექტორს და არა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორს. მოგიხსენებათ და მაგაზე ვისაუბრებთ კიდე გზადაგზა. ეს არის ვოლოდიმირ ზელენსკის შემაჯამებელი პოსტი გუშინდელ დარტყმებთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამი არის ოფიციალური მონაცემის მსხვერპლის შესახებ. 17 ადამიანი არის დაღუპული კიევში, მხოლოდ 44 არის დაშავებული. 24 ბალისტიკური რაკეტის დარტყმა მოხდა, როგორც ზელენსკი გვეუბნება. აქედან არის ცირკონებიც გამოყენებული, 115 დრონი იყო გაშვებული და ასე შემდეგ. აი მათ შორის აქ ხაზს უსვამს ზელენსკიც, რომ არის ეს რეაქტიულ-ძრავიანი დრონების გამოყენება ამ შემთხვევაში. და შემდეგ უკვე ტრადიციულად ის საუბრობს ბოლო ნაწილში იმაზე, რომ უკრაინას ჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა იმისთვის, რომ როგორღაც დაიცვას საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება. მთავარი გათვლა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მილიონჯერ მithქვამს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ამბავი არის, რა არის პუტინის გათვლა, როდესაც ბალისტიკით ბომბავს კიევს, ხო? მათ შორის დღესაც გვაქვს ასეთი ცნობები, რომ არაერთი სამოქალაქო ობიექტი დაიბომბა, იქ საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და უფრო მეტიც სამოქალაქო ტრანსპორტი დაიბომბა და 9 ადამიანი მარტო იქ გარდაიცვალა. ნაწილობრივ გაჩვენებთ მაგ კადრებსაც, ცოტა ისეთი სენსიტიური მასალა არის. აი აქ ზელენსკის აქვს დადებული ესეთი კოლაჟი, სადაც ჩანს უკვე შედეგები და სახანძრო ჯგუფების მოქმედება იმ ობიექტებზე, რომელიც გუშინ განადგურდა. საკმაოდ დიდი ზარალი არის ერთ სიტყვით. ხო, აქ კიდევ ერთ რამეზე მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება.
შესაძლოა ვინმე ჩათვალოს და ამაზე მუშაობს რუსული პროპაგანდა, რომ სწორედ ასე ჩათვალონ, რომ ეს არის უკრაინელების დარტყმებზე პასუხი. აი იმ ნაწილში, რაც ეხება მაგალითად აი კომერციული სავაჭრო ონლაინ პლატფორმების საწყობების დაბომბვას, ხო? აი როგორც Wildberries რუსეთში ბომბავენ, ისეთივე დაახლოებით მაგ ტიპის ობიექტების დაბომბვა მოხდა კიევის ტერიტორიაზე. აი ესეთია ერთ-ერთი მაგალითად ამ კადრში ჩანს. მაგრამ აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის რეალობა, ანუ ეს არ არის რუსების პასუხი. პირიქით, მე ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ პირველად სწორედ რუსებმა დაიწყეს ასეთი ტიპის ობიექტების დაბომბვა უკრაინის ტერიტორიაზე. ეს იყო მაგალითად უკრაინის ფოსტის აი ამ ლოჯისტიკური ცენტრების განადგურების არაერთი ფაქტი, რაზეც მაგალითად მე ჩემ წინა ვიდეოებში მქონია იმ დროს, როდესაც ეს ხდებოდა საუბარი, მას შემდეგ დაიწყო აი ამის ხაზგასმა მინდა. ჯერ იყო რუსების დარტყმა და შემდეგ დაიწყო უკრაინამ აი ამ ტიპის ობიექტებზე დარტყმა. თუმცა აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ კონკრეტულად Wildberry პირდაპირ არის ჩართული რუსეთის არმიის მომარაგებაში, ჯარისკაცების მომარაგებაში, ბევრი სხვადასხვა საჭიროებით უზრუნველყოფენ მათ. დრონების კომპონენტებიდან დაწყებული, ეკიპირებით დამთავრებული. აი აქ კი ხედავთ რა არის, ამ კადრებში შეგნებულად ავრცელებენ. ამ კადრებს უკრაინელები ცხადია და პრეზიდენტის პოსტი არის ჩანს საყოფაცხოვრებო პროდუქტების საწყობი რაღაცა არის. რაღაც ჭურჭელია თუ ასე შემდეგ, ხო? ანუ ძირითად შემთხვევებში ჩანს, რომ აქ არის წმინდა წყლის სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე საუბარი. ერთ სიტყვით, ხო, გასაგებია, როდესაც შენ აყენებ დარტყმას მოწინააღმდეგეს მტკივნეულ ადგილას და პუტინს ბევრ მტკივნეულ ადგილას ხვდება უკრაინელების შორი მოქმედების დრონებით დარტყმები, იქიდანაც არის შესაძლებლობების მაქსიმუმის მცდელობა, ცხადია და შესაძლებლობების მაქსიმუმი ახლა რუსეთისთვის არის ფრონტზე წარუმატებლობის ხარჯზე ესეთი ტიპის დარტყმები და რაღაცნაირად საზოგადოების გატეხვა. იმედია რომ გადალახავენ ამ კრიზისს და რაც მთავარია იმედია რომ არ დააგდებენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ დარტყმების ტემპს. ყოველ შემთხვევაში ამის პირობა ზელენსკიმ დადო. ვიდრე ზელენსკის შემდეგ განცხადებებამდე მივალ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის, მანამდე მოდით ნაწილობრივ გაჩვენებთ აი ამ კადრებს. იმედი მაქვს რომ ამის გამო არ დაიბლოკება. აქ რა ხდება? გუშინდელი აი ამ იერიშების სერიის დროს კიევის ტერიტორიაზე დაიბომბა ერთ-ერთი რკინიგზის სადგური, სადაც ხალხი ელოდებოდა მატარებელს, უბრალოდ იმ მომენტში იყო ხალხი ბაქანზე და არის აქ უმძიმესი კადრები, 9 ადამიანი არის დაღუპული აი ამ დარტყმის შედეგად, აი აქ ჩანს დაბლარული არის კადრები, პირდაპირ ცხედრები ბაქანზე როგორ აწყვია. აი აქ, ეს ალბათ არ ვიცი, ალბათ ადგილობრივი რეპორტიორი არის. Українські медіа та амбас. Життя 8 людей обірвалося у селі Квітневому, що в Броварському районі Київської області під час масованої балістичної атаки. ხო, ესეთი რეალობა გვაქვს, მოკლედ ვინმე თუ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ აი სამხედრო სამიზნეებს ურტყამენ უკრაინაში რუსები, იქვე გააჩუმეთ, იმიტომ რომ აი ეს, რასაც ხედავთ, არის პირდაპირ ომის დანაშაული, იმასთან ერთად, რაც პირველივე კადრში გაჩვენეთ, სადაც ჩანდა ასეთური იარაღის გამოყენება. აი ეს კი არის ის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც უკვე ვახსენე. აქ ნაჩვენები არის ტრაექტორია უშუალოდ რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი დრონების შეფრენის უკრაინის ტერიტორიაზე, ეპიცენტრი გასაგებია, აი აქ არის დარტყმები ძირითადად კიევის ტერიტორიაზე და მიმართულებებს კი ხედავთ, საიდანაც მოხდა შეფრენა. კიდევ ერთხელ რომ ვახსენოთ, ამ დრონებს გერან 3-ები არის და გერან 4-ები. ახასიათებს განასხვავებს მის წინამორბედებისგან ის, რომ საკმაოდ დიდ სიჩქარეს ავითარებს და უფრო რთული არის მისი გადაჭერა. კი, უკრაინა ქმნის და არაერთი აქვთ უკვე მათ არსენალში ეს გადამჭერი დრონები, რომელიც საკმაოდ ეფექტური იყო შაჰიდის ტიპის სხვა დრონების წინააღმდეგ, თითქმის 90%-ამდე იყო საშუალოდ ეფექტურობა დრონების განეიტრალების ნაწილში, თუმცა ნახოთ ეს ამბავიც ცვლის მოცემულობას და ზრდის საფრთხეებს უკრაინელებისთვის. იმედია რომ ამ ტექნოლოგიურ პროცესსაც მალე აუბამენ ისინი ფეხს და ამ შემთხვევაში ამ დრონების გადასაჭერადაც რაიმე
ეფექტურ წამალს მოიგონებენ, ასე ვთქვათ. ნახოთ ეგ ამბავით საინტერესო არის. აი აქ მივადექით ზელენსკის განცხადებას, სადაც ძალიან მნიშვნელოვან რამეს ამბობს. ჩვენ გავანადგურებთ რუსების ბალისტიკური რაკეტების გამშვებებს. ეს არის ზელენსკის ძალიან ხმამაღალი განაცხადი პრინციპში და იმედია თუ ეს სისრულეში მოვიდა, ეს იქნება ძალიან გარდამტეხი ამბავი. ფაქტია, რომ უკრაინელებს სხვა გზა არ აქვთ. გადამჭერი სისტემები მათ არ აქვთ. ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ ვთქვათ არ აწვდის ამ ეტაპზე პატრიოტის რაკეტებს. პარტნიორების ხვები ბოლო რამდენიმე პაკეტი რაც მიაწოდეს იყო 3-4 რაკეტა ვინც რამდენი გაიმეტა ასე ვთქვათ. ევროპულ სახელმწიფოებზე მაქვს საუბარი და ნუ რა გზა რჩება. რაღაცა ალტერნატივა უნდა მოიფიქრო. თუ მოფრენილს ვერ აგდებ, ესე იგი იქ უნდა გაანადგუროს, აიდანაც ეს რაკეტები ფრინდება. ამ შემთხვევაში ზელენსკი აქცენტს აკეთებს აქ სწორედ გამშვებების განადგურებაზე. მნიშვნელოვანი არის, რომ მას შეხვედრა ჰქონდა დღეს გენშტაბის ხელმძღვანელობასთან, ასევე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან და ეს განცხადება ზელენსკის მხრიდან, რომ ისინი აპირებენ გაანადგურონ გამშვებები რუსების ბალისტიკური რაკეტების, აი ამ შეხვედრას მოყვა. საინტერესო ალბათ რამე ესეთ ობიექტურ საფუძველს ეყრდნობა ეს განცხადება. მე ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ამის იმედი ვიქონიო და ძალიან ცუდი იქნება თუ ეს უბრალოდ არის განცხადება იმისთვის რომ ხალხი როგორღაც დაამშვიდონ, იმიტომ რომ ეს ეფექტს არ გამოიღებს, ეს იქნება რაღაც მოკლევადიანი რაღაც სიმშვიდის შეგრძნების მინიჭება უკრაინელებისთვის, თუმცა თუ ამას რეალურად არ გააკეთებენ და ვერ გააკეთებენ და არ დავინახავთ, პირიქით ეფექტის მომცემი არის. ცხადია ამ რისკებსაც ალბათ აანალიზებენ და იმედი ვიქონიოთ რომ რაიმე რეალური გეგმა ამ მხრივ არსებობს. ერთი რაზეც არის საუბარი და მათ შორის ქართულ ანალიტიკურ პლატფორმებზე და საინფორმაციო პლატფორმებზე შემხდა ამის შესახებ ვერსიები, იგივე ალფასიხშირეზე ვისმენდი ცოტა ხნის წინ ოთოსედო კონჯარიას ვოისი, სადაც ის საუბრობდა Starlink-ის მნიშვნელობაზე ამ მხრივ და ვეთანხმები იმ გაგებითაც, რომ ამაზე იყო უკრაინაში საუბარი. გასული პერიოდის განმავლობაში აი სწორედ ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ უკრაინელი ვლოგერები და თავად ფედოროვის გუნდის წევრები ამახვილებდნენ სწორედ მაგაზე ყურადღებას, რომ მიხაილ ფედოროვს, რომელსაც უკვე ჰქონდა წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება ილონ მასკთან და სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა ის, რომ რუსებისთვის Starlink-ის მიმღებები გათიშეს და ამით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. მოკლედ ეს ხალხი ამბობდა ამას, რომ ფედოროვს გეგმაში ჰქონდა და მიმდინარეობდა მუშაობა ამაზე, რომ უკრაინას მიიღო უფლება, რომ Starlink-ის მიმღებები გამოეყენებინა არა მხოლოდ უკრაინის საერთაშორისო დაღიარებულ საზღვრებში, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარტყმებისთვის, არამედ მათ მისცემოდათ უფლება, რომ Starlink-ის სიგნალი გამოეყენებინათ რუსეთის ტერიტორიაზე. აი ეს კი იქნებოდა ნამდვილად და იქნება თუ ესოდესმე მოხდა თამაშის წესების სრულად შემცვლელი და უკრაინელები ძალიან ზუსტი დარტყმების განხორციელებას შეძლებენ რუსეთის ტერიტორიაზე. ანუ მნიშვნელოვნად გაიზრდება წარმატებული დარტყმების რაოდენობა. დღეს თუ 400 დრონიდან პირობითად რაღაც 5% ხდება მიზანს, ეს პროცენტი მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს. ამაზე მიმდინარეობდა მუშაობა, მაგრამ ეს პროცესი შეჩერდა. და ეს პროცესი შეჩერდა, როგორც თავად ფედოროვის გუნდის წევრები ამბობენ, სწორედ მისი მინისტრის თანამდებობიდან ჯახსნის გამო. ხო, როგორც ჩანს და ამაზეც გავრცელდა მოგვიანებით ინფორმაცია, რომ მათ შორის ამერიკაში ვიზიტის დროს ჰქონდა მცდელობა ზელენსკის, რომ დაკავშირებოდა მასკს, მის გუნდს ჰქონდა ამ მხრივ მოლაპარაკებები, თუმცა ფაქტია, რომ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. ამას ჭირდება ცხადია მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება ტრამპის მხრიდანაც, მასკის მხრიდანაც, რომ ეგ ნაბიჯი გადადგან და Starlink-ის გამოყენება მოხდეს რუსეთის ტერიტორიაზე. აი მაგ შემთხვევაში ცხადია ძალიან
იზრდება ალბათობა იმის, რომ იგივე როგორც სხვა ტიპის სამხედრო ობიექტებს, იგივე ამ ბალისტიკური რაკეტების გამშვებებსაც მარტივად მიაგნონ, მარტივად მიწვდნენ და კომუნიკაცია, სიგნალის ქონა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გახლავთ. ხო, საინტერესოა მოკლედ რას გულისხმობს ზელენსკი ამ განცხადებაში, არის თუ არა რეალური გეგმა და რაც მთავარია, დრო ახლა უკრაინის სასარგებლოდ ნამდვილად არ მოქმედებს, მათ უნდა მოახერხონ როგორღაც ამ საფრთხის შემჭიდროვებულ ვადებში გამოყენება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსეთში გააზრებული აქვთ, რომ ეგ არის მათი ყველაზე ეფექტური იარაღი ახლა და ზრდიან წარმოებას ბალისტიკური რაკეტების ერთი და ამასთან მათ შეიარაღებას ემატება ჩრდილოეთ კორეელების მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტებიც და ამაზეც არის ამ შემთხვევაში საუბარი, რომ მათ შორის გუშინდელი ოპერაციის დროს, გუშინდელი დარტყმების დროს რუსულთან ერთად გაშვებული იყო ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტები, რაც საფრთხეებს კიდევ უფრო ზრდის. ხო, აი ამ შეხვედრის შემდეგ ესეთი განმარტებითი პოსტი აქვს ზელენსკის, რომ გეშტაბთან, რა თქმა უნდა, საუბარი იყო ბალისტიკურ საფრთხეებზე, ასევე გაანალიზება მოხდა რა ხდება ფრონტის ხაზზე, სად რა საჭიროებები არსებობს, ბრიგადების განაწილების სხვადასხვა მიმართულებით აი ამის შესახებ იყო საუბარი და ასევე აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურის დაცვაზე. აი ამ დარტყმების ფონზე რომ მაქსიმალურად მოახერხონ ისე რომ ბიზნესი არ დაზარალდეს და მათ დაეხმარონ ვინც უკვე დაზარალდა. ან დიდი ალბათობით ახლო მომავალში ამ პროცესში დაზარალდება. ერთ სიტყვით მაგაზეც მიმდინარეობს მუშაობა და იმედია რომ რაიმე პოზიტიური სიახლეები ამ ხრივ დაგვეწევა. ამ მძიმე დღის შემდეგ არ არის გასაკვირი რომ ამ ასეთი ტიპის შეხვედრა გაიმართა და გადახედეს საკუთარ რესურსებს, გადახედეს პრიორიტეტებს და ნახოთ დაველოდოთ შედეგი რა იქნება. მე დიდი იმედი მაქვს რომ ვიდრე ამ ვიდეოს დავამონტაჟებ და დაიდება, მანამდე წამოგვეწევა ნიუსი, რომ ახალი ტალღა გაფრინდება უკრაინიდან რუსეთის სიღრმეში ობიექტების დასაბომბად. მაგაზე გასული 24 საათის განმავლობაში რა განადგურდა კიდევ ერთხელ დავაანონსებ, რომ ცოტა ხანში მექნება საუბარი, ჯერ მორჩეთ იმაზე საუბარს, რა ზარალი და ზიანი მივიღეთ უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის მაგალითად ხერსონის ოლქი და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ესეთი სავაჭრო ობიექტის სუპერმარკეტის ქსელი არის ATB, ასეთი მათ ობიექტზე განხორციელდა დრონებით დარტყმა. აქ ხედავთ ანზარი, სადღეობები და იწვის თავადეს გემანდელი ამბავია და რომ ამაზე ყურადღება გამემართულებინა. მოკლედ შეუძლიათ იგივე გახშირდა ბოლო პერიოდში ბენზინგასამართ სადგურებზე დარტყმები, იქ სადაც წვდებიან მაგალითად კამიკაძე დრონებით, მათ არ აქვთ ისეთი შესაძლებლობები, რაც აქვს უკრაინას ამ შემთხვევაში საშუალო დისტანციაზე დარტყმის თვალსაზრისით, თუმცა რაც აქვთ იმას ცდილობენ მაქსიმალურად რომ გამოიყენონ. წავედით ახლა უკვე რუსეთში განხორციელებულ დარტყმებზე. Wildberry, მორიგი, დიდი საწყობი, საკმაოდ დიდი, 194,500 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ეს მთელი ინფრასტრუქტურა. ლოკაცია არის ტულა, ალექსინი, ესეთი დასახლება, სადაც ახლა ერთად ვნახავთ როგორ გიზგიზებდა მორიგი ვულკანი. Wildberry-ის რიგით მერამდენია უკვე მერევა სათვალავით 15-ზე მეტი მინიმუმ არის, აი ტოპ ყველაზე მსხვილი ობიექტებიდან, რომელიც თავიდან ბოლომდე განადგურდა. მინიმუმ მე-15 ან მე-16 არის აი ეს ობიექტი, აქედანაც არაფერი არ დარჩა. ეხლა უკვე პოზიტიურ სიახლეებზე წავედით, ასე ვთქვათ, რუსების ზარალი მატულობს. კი, ისინი აყენებენ უკრაინელებს ესეთ მტკივნეულ დარტყმებს, მაგრამ მათ გაცილებით დიდი ზარალი აქვთ, მათ ეკონომიკას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. ეს პროცესი არ ჩერდება და იმედი მაქვს რომ არც გაჩერდება. პრინციპში ზელენსკიმ დაანონსა კიდევაც აი იმ პოსტში იყო საუბარი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაჩვენეთ, რომ ეს პრიორიტეტია, რომ ეს დარტყმები შენარჩუნდეს და პირიქით გაიზარდოს და
პირდაპირ თქვა რომ უნდა ველოდოთ აი ამ ტენდენციის კიდევ უფრო მეტად გამოკვეთას და უნდა ველოდოთ უფრო დიდი ზარალის ნახვას რუსეთის ტერიტორიაზე. ოკუპანტმა უნდა გადაიხადოს ფასი, სწორედ აი ამ სიტყვებს ამბობდა ის. სერიოზული დეფიციტია უკვე ბიუჯეტში, დაგეგმილზე მინიმუმ ორჯერ მეტი, ტრილიონობით რუბლის ზარალზე არის, უბრალოდ დეფიციტზე არის ბიუჯეტში საუბარი, რაც თანდათან უფრო მეტად გამოჩნდება, შემოდგომას უფრო მეტად გამოჩნდება წლის ბოლოს, როდესაც უბრალოდ მათ მთელი რიგი საბიუჯეტო ხარჯებისთვის თანხები აღარ ეყოფათ. რუსეთის ფედერაცია ცდილობს ახლა რომ ნავთობის სექტორზე მიღებული აი ამ დარტყმების შემდეგ ის დანაკლისი რაც აქვს შემოსავალში სხვა ტიპის გადაწყვეტილებებით შეავსოს, ასე ვთქვათ, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ოქროს მარაგებს ყიდიან, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ უკვე ძვირფასი ქვების, ბრილიანტების და ასე შემდეგ, ბევრი ძვირფასი რამის გაყიდვა დაიწყეს სასწრაფოდ იმისთვის, რომ რაღაცნაირად დეფიციტი შეავსოს. რა თქმა უნდა, ეს კრიზისი წნეხის ქვეშ აქცევს ადგილობრივ ბიზნესს, გარდა იმისა, რომ ისინი აი ამ დარტყმების შემდეგ ფიზიკურად ზარალდებიან და უბრალოდ ძალიან ბევრი ბიზნესი დაიკეტა და გაკოტრდა. ამის გარდა მათზე მოდის ძალიან დიდი წნეხი უკვე თავად ხელისუფლებისგან, ფინანსური თვალსაზრისით, საგადასახადო თვალსაზრისით. ბევრი მხრიდან, ასე ვთქვათ, ალყაში არიან მოქცეული რუსი ბიზნესმენები და პირდაპირ პროპაგანდისტულ არხებზე აცხადებენ, რომ ახლა ვინც ბევრი ფული იშოვა, მოიტანეთ აქ და ჩადეთ თავდაცვის ბიუჯეტში და ასე შემდეგ. ანუ პირდაპირ ასეთ ულტიმატუმებს უყენებენ მათ. რუსი ოლიგარქები ნამდვილად არ არიან კარგ დღეში, ისინი კარგავენ ფულს და გასაქცევიც არ აქვთ, მთელი ამბავი ამაშია. პუტინის სისტემა ხო ასე არის აწყობილი, ვისაც დიდი ფული აქვს ნაშოვი, ის ყურებით ხავთ დაჭერილი, შესაბამისად, ახლა ბევრი საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ აი ამ მძიმე კრიზისის მოახლოების და უკვე არსებული კრიზისის ფონზე ვიღაცები კულისებს მიღმა ალბათ ერთმანეთთან საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს რეჟიმი მათთვის უკვე ეგზისტენციალური პრობლემა არის და დიდი ფსონები იდება ამაზე ზოგადად, რომ სწორედ ეს პუტინის გარემოცვა და ეს ფულიანი ხალხი, ვინც მან ამდიდრა და ახლა ყურებით უჭირავს და აიძულებს, რომ ეს ფულები უკან მოიტანონ. მაგ წრეებში შეიძლება წამოვიდეს სწორედ პოლიტიკური წინააღმდეგობა. ყოველ შემთხვევაში ამის ნაპერწკალი თუ იქნება, ეჭვი არ შეგვიპაროს, რომ მის გაღვივებას გარედანაც შეეცდებიან და ამაზე ალბათ ბევრი ვინმე მუშაობს. კარგი, გავაგრძელოთ ახლა ნახოთ შემდეგი კადრი, იგივე ვაილდბერის საწყობი ტულაში. აქაც ასეთი ეფექტური მასალა გვაქვს. ახლა ხედით გადაღებულიც მაქვს თუ არ ვცდები, ახლა ვიგაჩვენებთ. ფოტოებიც გიყვარდეს, მშვენიერი ფოტო მასალა გვაქვს. ძალიან ეფექტური კადრები სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებული, ეს უკვე დღისით გადაღებული კადრი არის. ხო, აი ეს ფოტო განსაკუთრებით აღნიშნვის ღირსია. შეხედეთ რა საოცარი გამოსახულება არის, ეს სოკოს ფორმის ვულკანური ამოფრქვევის ეფექტი და გარშემო ესეთი ღრუბელი დაფენილი. საოცარი სანახაობაა ნამდვილად, ვერაფერს სიტყვი. მე ძალიან მოვიხიბლე, არ გამოვრიცხავ რომ ეს ფოტო გარეკანზეც გავიტანო, როდესაც ამ ვიდეოს ატვირთვის ეტაპზე ვიქნები. ეს დღისით გადაღებული კადრია, ესაც საოცარ სიმღერებს რომ ადებენ ხოლმე. ეს კიდევ ცალკე თემა არის. ხო, ეს უკვე დღისით გადაღებული კადრი არის ერთ სიტყვით. ალბათ რამდენიმე საათის განმავლობაში იწვოდა ეს ყველაფერი. შემდეგ ახლო რაკურსი გვაქვს. Третий блок начал гореть. Вот такие делишки. Вот там грохот. Вон сотые ворота еще не сгорели. Ну, все, сейчас хана. ხო, იწვის მილიონები,
საერთოდ კითხვის ნიშანია ალბათ დასასმელი ეს კომპანია Wildberries-ი იარსებებს თუ არა ამ დარტყმების სერიის შემდეგ, თუ ასე გაგრძელდა, მათი მთელი ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად განადგურდება, მათ უკვე დიდი ხანია უთხრეს თავის მომხმარებლებს, რომ არანაირი ზარალი არანაზღაურდება, რაზეც ხალხი ბევრს წუწუნებს, ასევე ბიზნესი, რომელიც აი ამ სავაჭრო პლატფორმასთან იყო მიბმული, სხვადასხვა კომპანიები არიან უბედურ დღეში. და წინ რიგში კიდევ ბევრია ოზონზე არის მინიშნებები, ამაზე წინა ჯერზეც ვსაუბრობდი და არა მხოლოდ იქ რუსეთის პოსტა და ასე შემდეგ. უამრავი ობიექტია რუსეთის ტერიტორიაზე დასაბომი, მთავარია უკრაინელებს შესაბამისი იარაღი ჰქონდეთ. ეს ომი რო არ გაჩერდება ახლა მომავალში, ეს ხო გასაგებია, ასე რომ ყოველდღე უნდა ველოდოთ ასეთი ობიექტების განადგურებას. კარგით, მოდი ამ ობიექტს გავცდეთ, ზედმეტია. არა, ეს ერთიც აუცილებლად უნდა ვნახოთ. ეს არის სწორედ ტულაში, ამ ალექსინის Wildberries საწყობში გადაღებული საოცარი კადრი. მაშინ დღეს, აი ესე გამოიყურება ძემპაბედი Wildberries თანამშრომლებისთვის, რომელიც ახლა უმუშევარი დარჩა. მადლობა უკრაინის შეერაღებულ ძალებს და მათ შორი მოქმედების დრონების ოპერატორებს. რომლებმაც აქვე გადავაბათ გასული 24 საათის განმავლობაში ბაშკირეთში კიდევ ერთხელ დაარტყეს უფას უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც თავის წარმოების მოცულობით წელიწადში აღწევს 23 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს არის დიდი კომპლექსი, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო სამ სხვადასხვა გადამამუშავებელ ობიექტს აერთიანებს ეს უზარმაზარი კომპლექტი, შესაბამისად, ბევრი რამ არის იქაც ასაფეთქებელი და არაერთი შემთხვევა არის, როდესაც კონკრეტულად ამ ობიექტს ესტუმრნენ უკრაინული დრონები. აი ეს არის ბოლო ასეთი ვიზიტის შედეგები, რომელსაც ამ ფოტო მასალაზე ვხედავთ, თუმცა ვინც ვიდეოს ელოდებოდით, არც მაგაზე დაგწყვეტთ გულს, აი აქ. Пиздец, девочки. Пиздец. საოცარი კომენტარით ყოფილა ახლავე. Пиздец, девочки. Там вообще все черно. Вообще очень сильно ебанули. Пиздец, девочки. ეგეთი ამბავია მოკლედ უფა. ხო, აი ესეც ძალიან საინტერესო ამბავი, რომელიც დიდი ალბათობით ამაშიც დიდი ლოგიკა არ გვჭირდება და დიდი მსჯელობა ვისი ხელით არის გაკეთებული. ეს არის ალბათ უკრაინის სადაზვერო სამსახურების ნამუშევარი. ვლადიმირ ტკაჩუკი, ასეთი ურალის დრონების მწარმოებელი საწარმოს ჰედი, მათი ხელმძღვანელი, ამ დრონების რაღაც ქარხანის დამფუძნებელი, მოკლედ რუსეთში ააფეთქეს, ეკატერინბურგში ხდება ეს ამბავი. მისი ავტომობილისგან აი ეს არის დარჩენილი, Mercedes-ი დანაღმული იყო, მისი დაცვის წევრი დაიღუპა ასევე მძღოლი. აი აქ არის კადრები, მომხდარი მალევე გადაღებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავად ეს კაჩუკი არის კრიტიკულ მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში გაგრძელებას. კითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ გადარჩება თუ არა. მოკლედ აშკარაა, რომ ეს არ არის რაღაც შემთხვევითობა, ვიღაცას სიგარეტი ნამდვილად არ დაუვარდა მის მანქანასთან, მანქანა იყო დანაღმული და აიწია ჰაერში. ნახოთ ეგ ამბავიც როგორ დასრულდება. გადავინაცვლეთ სანქტ-პეტერბურგის ოლქში. ეს არის კრასნი ბორ, ასეთი დასახლების დასახლებული პუნქტი, სადაც აბა თუ გამოიცნობ გუშინ რა დაიბომბა. ეს გუშინდელი კადრი არის, რადგან გუშინ ვერ მომახერხე ვიდეოს ჩაწერა, არა უშავს, თუ ვინმეს არ გინახავთ, აქ გაჩვენებთ, მოკლედ გუშინ ადგილობრივი Wildberries ეს ბაზა, აი ესე მასშტაბურად იწოდა და აქაც აღარაფერი აღარ არის დღეისათვის დარჩენილი. შესანიშნავი კადრები გქონდა ერთ სიტყვით გუშინ და იმსახურებს ყურადღება კიდევ ერთხელ დაუთმოთ. აქ რა გვაქვს? ესაც კრასნი ბორი არის, კრასნი ბორში მოხდა ეს ამბავი მოკლედ.
ერთნაირი გარე ფასადი არის ყველგან, ერთნაირი კვამლი და ერთი რამ აერთიანებს ასევე ყველა დამწვარ ობიექტს, რომ ძალიან დიდ მასშტაბზე არის გაშენებული, იყო უფროსად გაშენებული და უამრავი ქონება. ძალიან დიდი ქონება, მილიარდობით დოლარის ქონება ინახებოდა ამ თითოეულ ობიექტზე. ახლა ზღვაზე წავიდეთ, მოდით, ეს არის შავი ზღვა და გუშინდელი მასალა არის 4 აგვისტოა. ნადეჟდა, ესაც ხომ ძალიან სიმბოლური სახელია, ასე ერქვა ამ რუსულ ხომალდს, სატვირთო ხომალდს, რომელიც არის განადგურებული, ну, ყოველ შემთხვევაში, წყობრიდან გამოყვანილი არის აი ამ კადრებით თუ Все, уходим, всем держаться. ეს ხდება ზღვაზე, აქვე ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება ქერჩის სრუტესთან, ლოჯისტიკის ლოკდაუნის ფარგლებში, მოგეხსენებათ ეს კამპანია დაიწყო ყირიმის გამორთვისთვის და აქ ლოჯისტიკის ხაზების მოსპობისთვის, დაიწყო პირველ რიგში სატვირთო საწომზიდების ხმელეთზე განადგურებით და ეს პროცესი კიდევ გრძელდება და ალტერნატივას რუსები ეძებდნენ აი საბორნე გადაზიდვებში, მაგრამ აი აქ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყველა ბორანი, ასე ვთქვათ, ხუთივე აი ესე წერია ამ წყაროს მიხედვით ნოელ რეპორტი არის ამ შემთხვევაში ვინც ავრცელებს ამ ინფორმაციას თავის მხრივ დნიპროსინზე დაყრდნობით ხუთივე აი ესეთი მსხვილი ბორანი რომელიც ემსახურებოდა აი ამ ტვირთების გადაზიდვას ყირიმის მიმართულებით ქერჩის სრუტის გავლით არის განადგურებული შესაბამისი ფოტო დადასტურება გვაქვს აი აქ სატელიტური ფოტოები არის ნაჩვენები, სადაც ამ ბორნების დაზიანებები არის ასახული და ისინი უკვე გაჩერებული არის, უძრავად არის შესაბამისად აქ ვერ ხდება ტვირთებით მომარაგება, ამ გზით მომარაგება ყირიმის. აი ეს არის ამოცანა, რომელიც როგორც ჩანს მადიარის ჩიტებმა უკვე ეფექტურად შეასრულეს. საინტერესოა რა ბედიელის ყირიმს საბოლოო ჯამში. ამაზე კიდევ ერთხელ. ხო, ყირიმის გამორთვა არ დაგვავიწყდეს, ეს არის კიდევ ცალკე კამპანია, ესეთი ქვეთავი გვაქვს ამ მხრივ. +13 ენერგოობიექტი, აქ საუბარი არის ძირითადად ელექტროგამანაწილებელ ქსელებზე, ქვესადგურებზე, რომლებიც თანმიმდევრულად ყოველდღიურ რეჟიმში ნადგურდება 414 ბრიგადა ყოველდღიურად ავრცელებს ასეთ კადრებს ასეთი კიდევ ერთი სტატისტიკა მოგვაწოდეს დღეს ამ შემთხვევაში 5 აგვისტოს გასული 48 საათის განმავლობაში 4 და 5 აგვისტოს აი აქ დავაზუსტოთ +13 ესეთი ენერგოობიექტი იქნა განადგურებული მადიარის ჩიტების სხვა მონაგარზე წავიდეთ ამ შემთხვევაში აქ უკვე ხმელეთზე ლოჯისტიკის განადგურებაზე არის საუბარი და შეჯამებული არის ივლისის თვე აგვისტოს დასაწყისია, ჯერ აგვისტო დასათვლელი იქნება ოდნავ მოგვიანებით თვის ბოლოსთვის, მაგრამ უკვე დათვალეს ივლისი. საინტერესოა ჩავხედოთ არა? ესე იგი დაახლოებით 200 კილომეტრის დისტანციაზე სიღრმეში ხდება ეს ყველაფერი, გზებზე, რასაც ხშირად ვხედავთ ხოლმე და ამ ვიდეოშიც ვნახავთ, რომელსაც ახლა გაჩვენებთ ამ კოლაჟს, განადგურებული არის 500 დაახლოებით 500 სატვირთო ავტომობილი, მათ შორის ეს საწომზიდები და 400 მოტოციკლი, ასე ვთქვათ. და ეს სამხედრო ბაგები. სერიოზული მონაგარი არის, ვერაფერს ვიტყვი, მე მახსოვს, ზუსტად მახსოვს, რომ მაისში იყო დაახლოებით 300. შემდეგ ივნისში იყო თუ არ ვცდები 400-მდე. ივლისში გაუმჯობესეს მაგიარის ჩიტებმა და 500 უშუალოდ, ну, ეს მძიმე ტვირთზეა ამ შემთხვევაში საუბარი, სატვირთოებზე, რომელიც განადგურდეს. ხმა შეუწევ, აი ესეთი კოლაჟი ამ შემთხვევაში. ნახოთ, წუთნახევრიანი მასალა არის და ამასაც გადავავლოთ თვალი. ხედავთ, აქ უკვე ფერადი გამოსახულება არის და დააკვირდით აქ რა მოხდა, ხო? ამ ლოჯისტიკის ლოკდაუნის ფონზე ვიცით, რომ მობილური ჯგუფების გაგზავნა დაიწყეს ამ სატვირთოების გასაცილებლად და იქ ძალიან საინტერესო პირველივე კადრი იყო. აი ამ მობილურ ჯგუფებს მოხდათ სწორედ ეს დრონი. მცდელობა ჰქონდათ იქ კალაშნიკოვიდან გახსნეს ცეცხლი თუ არ ვცდები, კი, ჩანს კი. ცდილობდა რომ აერიდებინა ეს დარტყმა, მაგრამ არ გაუმართლა. კიდევ ერთხელ ნახოთ. ძალიან კაი კადრი არის. განადგურდა.
გაგიკვირდებათ და განადგურდა. მოკლედ, გზებზე კატასტროფა ხდება რუსებისთვის 100-150-200 კილომეტრის სიღრმეში. ალბათ ყველაზე საშიში პროფესია ახლა არის იყოს სატვირთოს მძღოლი, იმიტომ რომ პირწმინდა თანადგურებენ ძალიან დიდი სტატისტიკაა, როგორც ხედავთ. 500 სატვირთო 30 დღეში, წარმოიდგინეთ. კარგია, ეს ტემპიც არ ვარდება, ანუ აი ამას თავში ვამბობდი თუ გახსოვთ, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს დარტყმები ბალისტიკა, რაც მოდის კიევზე თუ სხვა რეგიონებზე, ხო? არ აისახოს სამხედრო მოქმედებებზე. ყველაზე მძიმე, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ამას ეწირება, მაგრამ რა თქმა უნდა, ხო, პირველი მიზანი ეგ არის, რომ მოქალაქეები დაატეროროს პუტინმა, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ რაღაცნაირად უკრაინის შეტევითი პოტენციალი შემცირდეს. იმედია ეს არ მოხდება. ჯერჯერობით ფაქტია, ამას რაღაცა ესე სასურველი ფიქრები არ არის, მხოლოდ ამას ადასტურებს აი ეს დინამიკა, სტატისტიკა, რომელსაც ვეცნობით. ხო, ავიაციასაც იყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები რიგ შემთხვევაში ესეთი სტრატეგიული მნიშვნელობის წერტილებზე დარტყმისთვის. ამ შემთხვევაში ეს არის ბელგოროდის ოლქი რუსეთის ტერიტორიაზე. საავიაციო მართვადი ბომბით განხორციელდა დარტყმა ერთ-ერთ კაშხალზე. ესეთი ტიპის დარტყმები ძირითადად ემსახურება იმას, რომ კაშხალის ჩამოშლის შემდეგ გზები დაიტბოროს მაგალითად და ლოჯისტიკა შეფერხდეს. ძირითადი სამიზნე ეგ არის ხოლმე ასეთ შემთხვევებში. ალბათ აქაც ახლომახლოს გადის რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობის გზა. აქ რა გვაქვს დარტყმა S-400-ის გამშვებზე. ეს ხდება ყირიმის ხიდთან ახლოს. ანუ ის არის, რასაც პრინციპში ზელენსკი საუბრობდა, უბრალოდ განსხვავება აქ არის ის, რომ ეს ხდება უკრაინის ტერიტორიაზე, ყირიმის ხიდთან ახლოს და უკრაინელების მიზანი არის, რომ ამ შემთხვევაში შორს უფრო რუსეთის ტერიტორიაზე გაანადგურონ ასეთ. დრონის მიფრენა. Ой, блядь. S-400-ის გამშვებზე. Машины ебать. Пидорас. და ეს რაღაცა ამათი გულისამრევი კომენტარები ისევ. ეს არის უკვე ლუგანსკი, ეს არის რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და გუშინ განხორციელებული კიდევ ერთი ოპერაცია. უკრაინელებმა დაარტყეს რუსეთის არმიის განთავსების ერთ-ერთ ადგილს, მათ ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ოკუპირებული ლუგანსკის ტერიტორიაზე და აი ეს ყველაფერი დარჩა მაგ ბაზიდან. მონაცემები არ გასაჯაროებულა, ყოველ შემთხვევაში ზუსტად რამდენი დაიღუპა, მაგრამ მსხვერპლი არის დიდი და ამაზე გუშინვე დაიწერა. ნახეთ, სისხლის გუბეები არის ეს ყველაფერი, რასაც ხედავდით. თავისით ამბობს ყველაფერს, პირდაპირ სისხლის გუბეებით დგას აი ამ დამწვარი და დანგრეული შენობის გარშემო. ეს იყო კიდევ ერთხელ გავიმეორებ რუსების განთავსების ადგილი, მათი სამხედროების ბაზა. აქ სამოქალაქო ავტომობილებია, როგორც ჩანს, აქ პარკინგის სივრცე ჰქონდათ და აქ იყო მათი დისლოკაციის ადგილი, ასე ვთქვათ. ახლა შტურმავიკებს აქ არავინ გააჩერებდათ და დიდი ალბათობით ესეთი ჩინოსანი სამხედრო პირებიც შესაძლოა ყოფილიყვნენ აი ამ სივრცეში, რომელიც განადგურდა. ხო, აი ესაც რუსი სამხედრო არის, რომელიც ასევე განადგურდა, მაგრამ ამ შემთხვევაში უკრაინელების ხელი არ ურევია. რაღაცა საჰაერო ძალების დღე ქონიათ თურმე რუსეთში და აღნიშნავდნენ და ესეთ საზეიმო ვითარებაში ფრენები, პარაშუტისტების ხტომები შესრულდა, ასე ვთქვათ და ერთ-ერთს ძალიან არ გაუმართლა, იმიტომ რომ მისი პარაშუტი არ ასე დასრულდა, მოკლედ, სხვათა შორის წავიკითხე, რომ ესეთი გამოცდილი სამხედრო ყოფილა ვეტერანი პარაშუტით მხტომელი და ასე თავის სტიქიაში დაასრულა, მოკლედ სიცოცხლე. ბოლოსკენ მივდივარ, სულ ორი ამბავი დამრჩა, ორი ვიდეო უნდა გაჩვენოთ პრინციპში და ერთი ამბავი არის, ასეთ შეიძლება შევაჯამოთ. ეს ყველაფერი უკავშირდება კრასნოდარის ოლქში პუტინის ვიზიტს, რომელიც იყო 3 აგვისტოს და ახლა აქ რა ხდება. პუტინის ჩასვლისთანავე თურმე ბენზინგასამართსადგურებთან ყველანაირი რიგები გაქრა და ასევე ბენზინის ფასმა იკლო. თან მნიშვნელოვნად დაიკლო. ეხლა ნახეთ, აი ამაზეა სწორედ საუბარი.
ეს არის პუტინის გავთიშოთ პუტინის ესკორტი და შემდეგ უკვე აქ ქალაქში გადაღებული კადრები არის რა, სადაც არც ერთი მანქანა არ დგას ბენზინგასამართ სადგურებთან, სადაც როგორც წესი რიგები დგას ხოლმე და ხალხი ათენებს და აღამებს, რომ როგორმე 20 ლიტრის აწვავი შეავსოს ავზები, მაგრამ პუტინი ჩავიდა და ცხოვრება მშვენიერია. ნუ, აქ ეხა რაზე არის საუბარი, ალბათ უკვე მიხვდით, მაგრამ მაინც დავამატოთ. ეს ამბავი კიდევ ერთხელ ამყარებს იმ მოსაზრებას და ვერსიას, რომ პუტინი საცხოვრებს თავისივე გარემოცვა სიცრუეში. არ ვიცი, თან მე სიმართლე რო გითხრათ, მაინც არ მჯერა ხოლმე რა, მაინც რაღაც შეთქმულების თეორია მგონია ხოლმე, რომ აი პუტინმა არ იცის სიმართლე. მაგრამ აი ფაქტია რა, ესაც ხო სახეზეა. აი მაგ დღეს გადაღებული კადრები არის რაღაც გაზპრომის ბენზინგასამართ სადგურზე, ნუ არც ერთი მანქანა არ დგას რიგში, ყველაფერი რიგზეა, საწვავიც არის და ფასებიც არის დაკლებული. აი ფასებზე მექნება შემდეგ ამბავში, აი აქ ნახავთ, შემდეგ თავს გადმოვიტან. დაახლოებით 24 რუბლით პუტინის ჩასვლამდე წინა ღამეს მოულოდნელად გაიაფთა საწვავი. სასწაული ხო პირდაპირ. აი აქ წერია პირდაპირ ფასები, მაგალითად 95 ოქტანობის მქონე საწვავი 91 რუბლიდან უცებ სასწაულებრივად 67 რუბლამდე დაეცა ფასი, ხოლო 92-ის ოქტანობის 87 რუბლიდან 63 რუბლამდე გაიაფთა. 3 აგვისტო, როდესაც იყო მაგალითად 95-იანი 67 რუბლი და 4 აგვისტო 95-იანი 91 გახდა. ხო, ანუ ამბავი ის არის, რომ პუტინი ხო ჩავიდა და გაიაფთა და რო წამოვიდა, ისევ გაძვირდა. მოკლედ და 67-დან ისევ 91-ზე ავიდა. ეგ არის, არ ვიცი, ხო, ამაზე ორივე წინადადებით დავამატებ და დავასრულებ პრინციპში. ხო, ნუ ფაქტია, რომ ეგაც არ არის გასაკვირი, როდესაც დიქტატორი მართავს ქვეყანას, ყველა ცდილობს რომ მას ასიამოვნოს, ყველა ცდილობს რომ მისთვის სასურველი ინფორმაცია წარუდგინოს, როდესაც შევა ანგარიშის ჩასაბარებლად. ბიზნესი აჩვენებს რომ კი, კაცო, ნავთობიც გვაქვს, საწვავიც გვაქვს, მარაგებიც გვაქვს და ასე შემდეგ, ფასებიც არ გაზრდილა, ტყუილია თითქოს რაღაცა უკრაინული დრონები რომ მოფრინდა, ამით დავიქეცით და შემდეგ პუტინი გამოდის და ამას საჯარო გამოსვლებში ლაპარაკობს და ასეთები გვახსოვს. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ ჩემ წინა ვიდეოებს გადახედოთ. სამხედრო პირი შედის და აბარებს ანგარიშს, რომ ყველაფერი რიგზეა და ფრონტზე ყველა მიმართულებით წინ მივიწევთ. აჩვენებენ იქ დროშის ოპერაციების დროს ეგრეთ წოდებული შტურმავიკების აფრიალებულ რაღაცა კადრებს ალბათ. აჩვენებენ განსხვავებულ რუკებს, რაც რეალობას არ შეესაბამება და გერასიმოვი წითელ ფერში ხატავს ლამის თითქმის კიევსაც რომ აიღო და რეალურად კონსტანტინივკა, რომელსაც ერთი თვეა პუტინი აცხადებს, რომ აღებულია, არ აქვს რუსეთს რეალურად აღებული და მთლიანად ეს ქალაქი ნაცრისფერი ზონა არის და იქ დუხს ახლა მთელი საბრძოლო მოქმედებები მიდის ისევ ინტენსიური. ხო, რა ვიცი, აბა, დავიჯეროთ, რომ პუტინს აცხოვრებენ სიცრუეში, მაგ ლოგიკას თუ გავყვებით, ცოტა ხანში, რა ვიცი, ის ძალაუფლებად ასე უფრო სწრაფი ტემპით დაკარგავს, იმიტომ რომ თანდათან უფრო აცდება საზოგადოების განწყობები, მისი განცხადებები და პროპაგანდა ამ ყველაფერს დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეფუთავს. მოკლედ ამის იმედი ვიქონიოთ, დაგემშვიდობებით ამჯერად, მე მგონი საკმარისად მოგაწოდეთ დღეისათვის ინფორმაცია, ხვალ ალბათ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ამბავი დაგვეწევა. დღეს ესეთი შერეული ამბები ქონდა, ცუდი ამბებიც, კარგი ამბებიც, ასეთი რეალობაა და მე ვცდილობ რომ რეალურად გაჩვენოთ მაქსიმალურად რაც ხდება, როგორი არის ტენდენციები, როგორი არის სამხედრო მიმართულებით სიტუაცია, პოლიტიკური ვითარება და ნუ ვცდილობ რომ ეს ყველაფერი თქვენამდე მოვიტანო. მიხარია თუ თქვენთვის საინტერესო იყო დღევანდელი ვიდეოც, დალაიქეთ თუ მოგეწონათ და თუ ამ დრომდე შემორჩით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, რას ფიქრობთ მიმდინარე ამბებზე, როგორ განვითარდება შემდეგში პროცესები, მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები. და ნუ გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები, თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ ჩემი პროექტის მხარდაჭერისთვის და ფინანსური გაძლიერებისთვის, შეერთეთ დონაციაში, ყველა შესაბამისი მონაცემი არის ვიდეოს აღწერაში, ანგარიშის ნომერი, PayPal-ის ლინკი და Patreon-ის პლატფორმის ლინკი, სადაც შეგიძლიათ რომ ყოველთვიურად გახდეთ ძალიან მარტივად ჩემი სპონსორები $5-10-15 $.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ოდესმე თუნდაც 1 ლარი ამ პროექტის მხარდასაჭერად და ჩემთვის სტიმულის მოსაცემად გადმორიცხა. დროებით იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ნახვამდის.